გამარჯობა, მე გახლავართ ArcFix-ის დამფუძნებელი და დეველოპერი გიორგი და დღეს წარმოგიდგენთ ArcFix IBC-ის, რომელიც ითვლის შენობის სახანძრო უსაფრთხოებას, ანუ 51 დადგენილებას. იმისთვის რომ შევიდეთ ჩვენს ვებგვერდზე, ავკრიფოთ ibc.arcfix.g. შემდეგ კი თუ Gmail-ი გაქვთ, პირდაპირ შეგიძლიათ დააჭიროთ ჩემ პროექტებს და აქ Gmail-ით გაივლით პირდაპირ ავტორიზაციას. ან თუ არ გაქვთ Gmail-ი, შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ აქედან. ავტორიზაციის შემდეგ უნდა გადავიდეთ ჩემ პროექტებში, რომ შევქმნათ პროექტი. მაგალითად, შევქმნათ სამაგალითო პროექტი 2. იმისთვის, რომ ჩვენმა პროგრამამ გამოთვლები შეასრულოს, უნდა შევიყვანოთ სართულიანობა, შენობის ფუნქციები და მათი ფართობები. პირველ რიგში დავიწყებთ ფუნქციების შეყვანით. ამ შენობას აქვს 4 ფუნქცია. ავტოსადგომი გარაჟი და როგორც კი ავირჩიე ფუნქცია, აქვე ავტომატურად აირჩია დაკავებულობა და თუ დაკავებულობას დავაჭერ, აქ ვნახავ, რომ შემიძლია მე თვითონაც შევცვალო დაკავებულობა. კიდევ გვაქვს ავზი, გვაქვს სადურგლო და გვაქვს საცხოვრებელი, მრავალბინიანი საცხოვრებელი. როგორც ხედავთ, ფუნქციების არჩევის შემდეგ დაკავებულობები ავტომატურად იქნა შერჩეული. ამ შენობას აქვს 1 მიწისქვეშა სართული და 18 მიწის ზედა სართული. აქ სართულების შეყვანის შემდეგ ქვემოთ მოხდება სართულების დამატება. ამის შემდეგ შეგვიძლია შევიყვანოთ ფართობები. სასაწყობო 1200, ავზი 300, სადურგლო 300. და გამორჩა ერთი, ეს არის სავაჭრო. მიწის დონეის ან მიწის ქვედა, რომელიც ასევე იქნება 1200. ბევრ სართულზე ერთად შეყვანისთვის შეგვიძლია ამ ხილაკს დავაჭიროთ და 2 სართულიდან 18 სართულის ჩათვლით შევიყვანოთ 1000 კვადრატული საცხოვრებელში. როგორც ხედავთ, ფართობების შეყვანის შემდეგ ავტომატურად იქნა გამოთვლილი დაკავებულობის დატვირთვები. საცხოვრებელ ჯგუფში ასევე შეგვიძლია შევიყვანოთ საცხოვრებელი ერთეულების რაოდენობა. ამ შემთხვევაში შევიყვანთ თითოეულ სართულზე 1000. ზოგადად, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მივცემთ ჩვენ პროგრამას, მით უფრო ზუსტად გამოგვითვლის ყველაფერს. ძირითადი ინფორმაციის შეყვანის შემდეგ შეგვიძლია დავაჭიროთ გამოთვლის ხილაკს, რომელიც მდებარეობს აქ. როგორც ნახეთ, გამოთვლის დროს ამოდის ესეთი კონსოლისებრი ფანჯარა, სადაც არის ჩამოწერილი ქართულად ადამიანურ ენაზე, რა ხდება, რატომ ხდება. გამოთვლები არის აღწერილი. მაგალითად, აღწერილია რომელი ქვეთავის გამოთვლა მიმდინარეობს და რა პარამეტრის მითითება ხდება რა მიზეზით. შემდეგ უკვე ვნახულობთ ავტოსაშხებების საჭიროებას, სადაც წერია შეჯამებულად რის გამო გვჭირდება ავტოსაშხები და სად გვჭირდება ავტოსაშხები. უფრო დეტალურად შეგვიძლია ვიხილოთ და აქ ხედავთ, რომ თითქმის ყველა დაკავებულობის გამო არის საჭირო ავტოსაშხები. ქვემოთ უკვე ვნახულობთ გასასვლელ საშუალებებს, დამატებულია 3 გასასვლელი. დავამატეთ დერეფნები თითოეულ სართულზე, სადაც თითოეულს უწერია გასასვლელისკენ სავალი საერთო ბილიკი, გასასვლელისკენ მისადგომი სავალი მანძილი და ჩიხურის სიგრძე და სიგანე. თითოეულ სართულზე, თითოეული დაკავებულობისთვის. ლიფტების სექციაში მოთხოვნილია 2 სახანძრო ლიფტი. შემდეგ ჩავდივართ წყალსადენ სისტემებთან, სადაც ხედავთ მათ მოთხოვნებს თითოეულ სართულზე. ხოლო საცხოვრებელ დაკავებულობას ცალკე აქვს ეს წყალსადენის სისტემების მოთხოვნები. შემდეგ ჩავდივართ ელემენტების ცეცხლმედეგობასთან, სადაც უკვე წინასწარ შევიყვანეთ თითოეული ექსტერიერის კედლის ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები, მათ მიერ მომიჯნავე დაკავებულობები, რის მიხედვითაც გამოითვალა კედლების ცეცხლმედეგობები და ღიობების დაცვა. აქ კი ხედავთ შენობის სტრუქტურული ელემენტების ცეცხლმედეგობებს. შემდეგ კი ხედავთ შახტებს, სადაც ცალკე არის გამოყოფილი ლიფტის შახტა, რომელიც მოიცავს 2 ლიფტს და არის მოთხოვნილი 2 საათიანი ცეცხლმედეგობა, მითითებული ასევე სართულები. და აქ კი 3 სხვადასხვა შახტა თავთავიანთი გზაკიბით. აქ ხედავთ პორტატული ცეცხლმაქრების მოთხოვნებს, თუ რომელ სივრცეში უნდა დაყენდეს ისინი. და შემდეგ სახანძრო განგაშის და აღმომჩენ სისტემებს. როცა უკვე პროექტი მთლიანად შევამოწმეთ და დავრწმუნდით, რომ ყველა მონაცემი სწორად გვაქვს შეყვანილი, შეგვიძლია ექსპერტიზის ცხრილის გვერდზე გადავიდეთ. ექსპერტიზის ცხრილი უკვე დაგენერირებულია
და შეგვიძლია პირდაპირ გადმოვიწეროთ PDF ფორმატში. ჩვენი ექსპერტიზის ცხრილი ასე გამოიყურება. ძალიან გავს ადამიანის მიერ შედგენილ ექსპერტიზის ცხრილს. გადმოწერა ასევე შესაძლებელია Word-ის ფორმატშიც. მადლობა ყურადღებისთვის. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით აქ მითითებულ საკონტაქტო არხებზე.